უნაყოფობა მნიშვნელოვანი პრობლემაა წყვილებს შორის. უნაყოფობას ვეძახით, როცა 12 თვეში ადამიანს აქვს დაუცველი სქესობრივი კავშირი წყვილს და არ ხდება დაურსულება. 6-დან 1 წყვილს აქვს უნაყოფობა. 35% უნაყოფობის 1/3 დაახლოებით გამოწვეულია ქალის პრობლემით, 1/3 გამოწვეულია კაცის პრობლემით და დანარჩენი არის კომბინირებული, ან ორივეს პრობლემა, ან აუხსნელი. ანუ ვერ გებულობთ რა იწვევს. ყველაზე მთავარი განსაზღვრელი დაურსულების თუ ერთ განსაზღვრელს ვიტყვით, ეს არის ასაკი, რადგან დაურსულების შანსი მნიშვნელოვნად კლებულობს ასაკთან ერთად. ქალს 25 წლის ასაკში აქვს 25%-იანი დაურსულების შანსი ყოველ თვე. ანუ რეგულარულად სქესობრივი აქტივობა თუ აქვს ქალს, 25%-იანი შანსი აქვს, რომ იმ თვეს დაურსულდეს. ეგ არის აზრი. ყოველ თვე და 40 წლის ასაკისთვის უკვე 40 წლის როცა ხდება ქალი, დაურსულების შანსი აქვს 5%. თვიური. და 45 წლის ასაკისთვის უკვე 1% ნაკლები. ანუ ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად კლებულობს დაურსულების შანსი. მეტიც. თუ კი რომც დაურსულდეს, აი დიდ ასაკ 40 წელს და ზევით ქალი რომც დაურსულდეს, 80%-იანი შანსი აქვს სპონტანური აბორტის. ანუ ის რომ უცელი მოეშალოს, ამის მაღალი რისკი. ამიტომ საუკეთესო ასაკი დაურსულებისთვის არის დაახლოებით 25 წელი და მის გარშემო. დაახლოებით, უფრო ადრეც არა ძალიან. 23-დან რა, 23-დან 25-მდე და მათ გარშემო კიდე. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად დაურსულების რისკები იმატებს. ეხლა რაშია საქმე? ქალს აქვს კვერცხუჯრედების მუდმივი რაოდენობა, ანუ იბადება ამ კვერცხუჯრედებით და კვერცხუჯრედები არ წარმოიქმნება ცხოვრების განმავლობაში. არამედ პირიქით, ანუ აქვს ერთი რეზერვი და ეს რეზერვი მცირდება. და ეს კვერცხუჯრედები გაჩერებულები არიან ერთ-ერთ სტადიაში მოკლედ და ქრომოსომები არის დამაგრებული და ეს ქრომოსომები არის დამაგრებული წლების განმავლობაში, იმიტომ რომ გაჩერებულია ეს კვერცხუჯრედები თავის ერთ სტადიაში და წლები ესე ცოცხლობენ. 40 წელი თქვა, აი ქალი 40 წლის გახდა, ხო? 40 წელი ეს ერთი და იგივე კვერცხუჯრედები ცხოვრობენ და საკვერცხე გამოუშვებს ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს ესე. და დროთა განმავლობაში უჯრედების აი ეს დნმ-ები ზიანდება. ზიანდება აი ამ დროის გამო, ოქსიდაციური სტრესის გამო, ანთების გამო და ხდება ერთი რომ ქრომოსომული პრობლემები და უკვე ჯანსაღი ქრომოსომები რო კონდეს კვერცხუჯრეdes 40 წლისთვის ძალიან ცოტა ეგეთი უჯრედები უკვე. ასევე, ამ ოქსიდაციური სტრესის გამო და ზიანების გამო და ასაკთან ერთად დნმ-ის ფრაგმენტაცია იზრდება, ან დნმ ზიანდება მოკლედ და ასევე უჯრედებს აქვს რეზერვები ენერგიის. ამ თქვენ მიტოქონდრია და ეს მიტოქონდრიის რეზერვიც მცირდება და ეს მიტოქონდრია აუცილებელია იმისთვის, რომ ემბრიონი გაიზარდოს. ანუ საწყის ეტაპზე მოკლედ ბავშვი სანამ დაიწყებს მნიშვნელოვან ზრდას, ჭირდება კვერცხუჯრედის მიტოქონდრიებს იყენებს უჯრედი ენერგიისთვის და ეს ენერგიის რეზერვიც შემცირებული. აი ესაა ჯამში ქალის ის პრობლემები, რატომაც ასაკთან ერთად დაურსულების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ეხლა კაცთან რა ხდება? კაცისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად. ასაკი კაცის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი არ არის როგორც ქალის შემთხვევაში, მაგრამ საკმაოდ მაგალითისთვის 30 წლის კაცს თითქმის ძირითადი სპერმა აქვს ჯამთელი, მაგრამ 50. მადლობა რომ დაინტერესდი.
ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვთ საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. წლის ასაკისთვის უკვე სპერმის დაახლოებით 30% არის არაჯანსაღი, რადგან დნმ-ის ფრაგმენტაცია ხდება, დნმ ზიანდება მოკლედ, გენეტიკური მასალა სპერმატოზოიდებში. შესაბამისად, კაცისთვისაც მნიშვნელოვანი ასაკი. არა ისეთი კრიტიკული, მაგრამ მნიშვნელოვანია. მეტიც, მაგალითად 40 წლის კაცის შემთხვევაში, რომც მოხდეს დაორსულება ქალის, იზრდება აბორტის რისკი დაახლოებით 30%-ით. ამიტომ კაცის ასაკსაც რეალურად აქვს მნიშვნელობა და ერთი საინტერესო მოვლენა, რაც მოხდა ჩვენ თვალს და ხელს შორის, არის კაცის სპერმის ხარისხის გაუარესება. ეს რას ნიშნავს ახლა? ბოლო 40 წლის განმავლობაში კაცის სპერმის კონცენტრაცია დაახლოებით შემცირდა 50%-ით. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, 40 წლის წინ საშუალო კაცი რო ავიღოთ 40 წლის წინ, საშუალო კაცი ავიღოთ ახლა, 40 წლის წინ უფრო ჯანსაღი სპერმა ჰქონდა. ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, ძირითადად წონა, ანთექრონიკული ანთებითი დაავადებები, სიცხე, ალკოჰოლი, მოწევა, მაღალი სტრესი, ენდოკრინული დარღვევები და ის ქიმიკატები, რომლებიც ენდოკრინულ დარღვევებს იწვევენ. ანუ ჯამში ეკოლოგიის გაუარესების გამო მოკლედ სპერმის ხარისხი დროთა განმავლობაში გაფუჭდა კაცების. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ეს არ არის, ეს უბრალოდ თვალსაჩინოებაა, თორე ამ პირდაპირ დაკავშირებული არ არის ამ შემთხვევაში უშვილობასთან. ახლა ვთქვათ, როგორ ხდება იმის განსაზღვრა, აი ასაკი ემატება ადამიანს, მაგალითად როგორ ხდება იმის განსაზღვრა, ფოლიკულები აქვს თუ არა ისევ ქალს და რამდენი აქვს ფოლიკულების რაოდენობის შეფასება როგორ ხდება, ანუ კვერცხუჯრედების რაოდენობის შეფასება როგორ ხდება. ამისთვის იყენებენ ანტიმიულერიანული ტესტი, ესე ქვია. ანტიმიულერიანული ტესტი აჩვენებს კვერცხუჯრედების რაოდენობას, საკმაოდ ეფექტური ტესტია და ასევე ფოლიკულების დათვლა შესაძლებელია ეკოსკოპიით და ამით ხდება ხოლმე შეფასება. ოღონდ ეს ტესტები არ აჩვენებს კვერცხუჯრედების ხარისხს. ანუ კარგი კვერცხუჯრედებია თუ დაზიანებულია, მაგას არ აჩვენებს, აჩვენებს რაოდენობას. და მაგალითად 40 წლის ქალს შეიძლება ჰქონდეს კვერცხუჯრედების საკმარისი რაოდენობა, მაგრამ კვერცხუჯრედების ხარისხი იყოს გაფუჭებული და პირიქით 25 წლის გოგოს ჰქონდეს კვერცხუჯრედების შედარებით ცოტა რაოდენობა, მაგრამ მათი ხარისხი იყოს მაღალი. აი ამას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა. თუმცა თუ კვერცხუჯრედების რაოდენობა შემცირებულია, უკვე ნიშნავს იმას, რომ მენოპაუზა ახლოს არის. თუ ვიტყვით აი აბსოლუტურად სუფთად, რომ აი უშვილობის მთავარი მიზეზების ერთ-ერთი მთავარი არის კაცის. თითქმის 30% შემთხვევაში მოკლედ კაცს აქვს ხოლმე პრობლემა სხვადასხვა მიზეზების გამო. ვარიკოცელე არის ყველაზე მთავარი მიზეზი. ვარიკოცელეს დროს მოკლედ სისხლი სათესლე ჯირკვლების გარშემო და სისხლძარღვები ათბობენ სათესლებს და სპერმის დნმ-ის დაზიანება ხდება. და ამის გამო კაცს აქვს უშვილობა. ანუ დნმ ფუჭდება, ესე ვთქვათ, და კაცს აქვს უშვილობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ბევრ შემთხვევაში, კაცების შემთხვევაში, კაცების უშვილობის მნიშვნელოვანი პრობლემაა ეგ. ვარიკოცელეს შესაძლებელია მისი მკურნალობა და სპერმატოზოიდების სპერმის ხარისხი 60-70%-ით უმჯობესდება. ანუ ერთ-ერთი ეფექტური მკურნალობა არსებობს მოკლედ ვარიკოცელესი. ასევე შეიძლება იყოს, რომ კაცს სპერმის პროდუქცია ქონდეს შემცირებული, სათესლე ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით ვერ გამოყოფდნენ ჯანმრთელ სპერმატოზოიდებს.
შეიძლება საერთოდ არ კონდეს კაცს სპერმა, შეიძლება კონდეს გენეტიკური პრობლემები სპერმის, ჰორმონული პრობლემები, ანუ ან იყოს სათესლე გზები დახშული და მაგის გამო არ იყოს ან ინფექციების მერე მაგალითად, ან თანდაყოლილი მქონლობა სადინრის. სხვა მიზეზები შეიძლება კონდეს მოკლედ და ამან გამოიწვევს უშვილობა კაცებში. და ამიტომ როცა ხდება ხოლმე უშვილობის შეფასება, ერთ-ერთი პირველი არის აფასებენ კაცს, იმიტომ რომ კაცის გამოკვლევა უფრო ადვილია და გებულობ რა შეასაქმე. თუ კაცს პრობლემა არ აქვს, მე ქალის დეტალური შეფასება. ქალებიდან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უშვილობის არის ოვულაციის დარღვევები. ოვულაციის დარღვევა რას ნიშნავს? ოვულაციის დარღვევა ნიშნავს, რომ კვერცხუჯრედს, ანუ აზრი არის ეგეთი, რომ როცა ქალს მენსტრუალური ციკლის შუაში უნდა გამოუშვას კვერცხუჯრედი. და ან კვერცხუჯრედს ან არ უშვებს, ან საერთოდ არ უშვებს, ან ხანდახან უშვებს, მოკლედ. აი, როცა ოვულაციის პრობლემა არის, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი. ან კვერცხუჯრედი არ არის საკმარისად მომწიფებული. და ეგ არის ძირითადად პოლიცისტიკური საკვერცხის სინდრომის გამო ქალებში, როცა ქალებს ტესტოსტერონი აქვთ მაღალი, ინსულინიც აქვთ მაღალი და საკვერცხე ნორმალურად ფუნქციონირებას წყვეტს. და კარგად არ ვითარდება კვერცხუჯრედი და ქალს აქვს ჩვეულებრივი ციკლი, ანუ ის ვერ ამჩნევს რომ პრობლემაა მაგ მხრივ, ან ციკლი აქვს ჩვეულებრივ, მაგრამ არ ჯანსაღი კვერცხუჯრედი, ან არ ხდება ოვულაცია, არ გამოდის ჯანსაღი კვერცხუჯრედი საკვერცხიდან, ან საერთოდ არ გამოდის, ან ხან გამოდის, ხან არა, ანუ სხვა შეფერხება შეიძლება კონდეს და ადამიანი ამას ვერ ხვდება რა თქმა უნდა, გარედან. და რა შეასაქმე? ასეთ ქალებს აქვს ცოტა ხანგრძლივი ციკლი. 35 დღიანი ციკლი დაახლოებით, ანუ 9 ან ნაკლები მენსტრუალური ციკლი აქვს წლის განმავლობაში. ეგ არის ერთ-ერთი წამყვანი ნიშანი იმის, რომ შეიძლება ქალს ქონდეს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, ეკოსკოპიურადაც საკვერცხე გამოიყურება პოლიცისტურად და ეკოსკოპიურად შესაძლებელია. ასევე სიმპტომები შეიძლება ქონდეს არრეგულარული პერიოდები, ანუ ეს მენსტრუალური ხან ქონდეს მენსტრუაცია, ხან არა, აკნე, ცხიმიანი კანი, თმიანობა სახეზე, იმიტომ რომ მაღალი ტესტოსტერონი აქვთ ეგეთ ქალებს ძირითადად და იწვევს თმიანობას, მუცელი, ანუ მუცლის ცხიმები უგროვდებათ ინსულინ რეზისტენტობის გამო. ოვულაციის პრობლემებს მარტო პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი არ იწვევს. სხვა პრობლემებიც იწვევს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, პროლაქტინის, მაღალი პროლაქტინი, ქრონიკული სტრესი, თუ ქალს აქვს ძალიან დაბალი წონა, ან აი გოგოები, ანორექსიანი გოგოები რო არიან ძალიან მცირე მასა რო აქვს სხეულის მასის ინდექსი მცირე, მაგ ქალებს აქვთ ხოლმე ხშირად ოვულაციის პრობლემები, რადგან ძალიან დაბალი ცხიმის შემცველობის გამო ჰორმონების პრობლემა აქვს მერე. შესაბამისად ოვულაციის დარღვევაზე იმიტომ ამახვილებ ამ ხელა ყურადღებას, რომ ბევრ შემთხვევაში ოვულაციის პრობლემების მკურნალობა შესაძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია აი ეს ოვულაციის შეფასება და თუ ოვულაციის პრობლემას მოაგვარებს ქალი ასეთ დროს, ჩვეულებრივ შეუძლია დაურსულება. ეხლა შემდეგი ყველაზე მთავარი მიზეზი რაც არის, ეს არის ფალოპის მილების დაზიანება, ან პირველი მიზეზი რეალურად იყო კაცი და ხშირად ვარიკოცელე და ან სპერმის ხარისხი, სპერმის რაოდენობა, ან ჩაკეტილი. მეორე ოვულაციის პრობლემები ქალებში, მესამე არის ფალოპის მილების დაზიანება, დაახლოებით 20% შემთხვევაში უნაყოფობის არის ფალოპის მილების დაზიანება, შეიძლება გამოიწვევს ინფექციებმა, ქლამიდია, გონორეამ, სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს ფალოპის მილების დახშობას, ანთებას, ჯერ მერე ანთებაში წარმოიქმნება ნაწიბურები ახშობს მილებს და სპერმატოზოიდი ვეღარ გაივლის იქ და ვერც კვერცხუჯრედი გამოდის იქ. ან ნაწილობრივ არის დახშობილი
ან ორსულობა ხდება, მაგრამ ექტოპიური ორსულობა ხდება, ანუ საშვილოსნოში კი არ ჩამოდის ის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, არამედ გარეთ სხვაგან ან იჭედება ფალოპის მილში, ან საკვერცხის მიმდებარედ მუცლის ღრუში, სხვაგან. და ქალს თუ ექტოპიური ორსულობა დაუფიქსირდა, ან საშვილოსნოს გარეთ თუ არის ორსულობა, მაშინ ასეთ ქალს ფალოპის მილების პრობლემის მაღალი ალბათობა აქვს. სხვა პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიოს ფალოპის მილების დახშობა, მაგალითად აპენდიციტი, ენდომეტრიოზი და ქირურგიული მუცლის ღრუს, ქირურგიული ჩარევები, მენჯის ღრუს, ანთებითი დაავადება, სხვა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ კიდე ფალოპის მილების დახშობა, მაგრამ ყველაზე ხშირი არის სქესობრივი გზით განამდები ინფექციები, ქლამიდია, გონორეა. ხო, გააჩნია თუ კი გამავლობის აღდგენა შესაძლებელია, მაშინ გამავლობის აღდგენა თუ არა ინვიტრო ფერტილიზაცია, ინვიტრო განაყოფიერება. ეგ არის გამოსავალი უმეტეს შემთხვევაში. პროგნოზი კარგია ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი აქვს თითქმის 10% ქალებისას. ენდომეტრიოზი და ვისაც ენდომეტრიოზი აქვს, თითქმის ნახევარს აქვს უშვილობის პრობლემა. ეხლა ენდომეტრიოზი რა არის? ენდომეტრიოზი არის, როცა საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი მრავლდება საშვილოსნოს გარეთ. ანუ ეს საშვილოსნოს ქსოვილი მოკლედ ხდება იქ, სადაც არ უნდა იყოს და მენსტრუაციის დროს მასაც ემართება სისხლდენა. ანუ მენსტრუაციის დროს ხო საშვილოსნოდან სისხლი გამოდის და ასევე იმ სხვა ადგილიდან გამოდის სისხლი. შეიძლება ენდომეტრიოზი, ანუ ეს საშვილოსნოს ქსოვილი იყოს ფალოპის მილებში გაჭედილი, შეიძლება იყოს საკვერცხებში, შეიძლება იყოს მუცლის ღრუში სადმე, ანუ სხვა ადგილი შეიძლება იყოს და მთავარი, რასაც ქალი ამ დროს გრძნობს, არის ძალიან ძლიერი მენსტრუაციის დროს ძალიან ძლიერი ტკივილი. ასევე მძიმე სისხლდენა, ანუ ბევრი სისხლი მოსდის მენსტრუაციის დროს ძალიან ტკივა, ბევრი სისხლი მოსდის მენსტრუაციის დროს. და ეგ არის ენდომეტრიოზის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. ხო, ეხლა ენდომეტრიოზი რა არის? ენდომეტრიოზის დროს რო სისხლი გამოდის იმ ქსოვილიდან, ხო, საკვერცხის გარშემო იწვევს ანთებას და ანადგურებს ამ კვერცხუჯრედს. ან ხელს უშლის, ან აზიანებს, მოკლედ ხელს უშლის ეს სისხლდენა, უშლის ხელს რეალურად იქ ანთებითი პროცესები უშლის ხელს საკვერცხეს. ეგ არის და საკვერცხის ნორმალურ ფუნქციონირებას და კვერცხუჯრედს. აი ეგ არის მთავარი პრობლემა, რატომაც ენდომეტრიოზი იწვევს ხოლმე და ზოგჯერ იმპლანტაცია არ ხდება კიდე ესეც შესაძლებელია. და თუ მსუბუქია ენდომეტრიოზის შემთხვევა ჰორმონული მკურნალობა, თუ მძიმე შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა, შეიძლება ადჰეზიები იყოს და შეიძლება ჩაკეტილი იყოს ფალოპის მილი, გახსნა ქირურგიულად, ანუ სხვა შემთხვევებში სხვა მკურნალობა თუ მკურნალობა ვერ მოხდა, მაშინ ინვიტრო განაყოფიერებაც ამ შემთხვევაშიც არის გამოსავალი. და ბოლოს მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია ეს რეალურად, ეს არის აუხსნელი. ანუ თითქმის შემთხვევების 20% არის აუხსნელი. ანუ ყველაფერი თითქოს ნორმაშია, ან წვილი მიდის, ოვულაცია არის, სპერმა ნორმალურია, ოვულაცია ნორმალურია, მილები გახსნილია, საშვილოსნო ნორმალური ჩანს, მაგრამ ორსულობა არ არის და სპერმის ხარისხი ნორმალურია, მაგრამ მაინც არ ხდება ორსულობა. არის რაღაცეები, რაც მაგალითად სპერმის დნმ-ი არ ჩანს. ადრეული ემბრიონული განვითარება არ ჩანს. იმპლანტაცია თუ ვერ ხდება, არ ჩანს. ამიტომ რაღაცეები შეიძლება გამოეპაროს, ამიტომ სრულად აუხსნელი არ არის ახლა ეს. ის არ არის, რომ რაღაცა სასწაული ხდება და აუხსნელად რაღაცა ხდება. რაღაცაში არის ხოლმე რა თქმა უნდა საქმე, ანუ ხან ემბრიონი ვერ ვითარდება, ხან იმპლანტაცია ვერ ხდება, საშვილოსნოში ვერ ჩაშენდება ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ხან დნმ-ია დაზიანებული კაცი და სხვა მიზეზები რა თქმა უნდა არის ხოლმე. და ესეთ პრობლემებისაც აქვს, აი აუხსნელი, რა, ყველაფერი კარგად, მაგრამ ვერ ხდება ორსულობა, ხო? ასეთი შემთხვევების დიდ ნაწილში დროთა განმავლობაში მაინც ორსულდებიან ხოლმე. აი ეგ არის ტენდენცია, რომ მაინც ორსულდებიან ხოლმე დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რაღაც პრობლემებია.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოწვევა ინდუქცია ოვულაციის ან ინვიტრო განაყოფიერება, როგორც წესი მუშაობს, იმიტომ რომ ძირითადად ქალისაც და კაცისაც ყველა სისტემა მუშაობს ძირითადად გამართულად, შესაბამისად მკურნალობა ესეთ დროს უფრო ადვილია, თავისით თუ არ მოხდა რა თქმა უნდა დაურსულება. ხო, მე სხვა შორის ამას მიაწერენ ხოლმე სასწაულებს, რომ აი ამდენი წელი შვილი არ ყავდა, სად არ ვიმკურნალეთ, არაფერი არ მჭირდა და მე დაურსულდი. და მე იტყვიან ხოლმე რომ ხან სასწაული მოხდა და რაღაცა იქ მოვილოცე და რაღაცა. ხო, ეს ტენდენცია არსებობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რაღაც რიტუალებს ჩაატარებს თუ არ ჩაატარებს, ესეთი ტენდენცია არის, რომ მოკლედ თუ მე შემოწმაზე თუ მიხვალ ექიმთან, ყველაფერი თუ მწყობში გაქვს და ორივე წყვილს თუ მწყობშია ყველაფერი და მაინც ვერ ურსულდება ქალი, რაღაც დროის მერე მაღალია შანსი რომ დაურსულდეს. აი ესე ხდება. ხო, ეს ზებუნებრივი არ არის ახლა რომ რა თქმა უნდა ეს წმენის იმას არ ვეხები არავისას, მაგრამ ეს რო იცოდეთ, ესეთი ტენდენცია არსებობს, ეს არ არის სასწაული ან რაღაცა, ეს არის მედიცინა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოხდეთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოხდეთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.